ქართული ოცნება საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას ორშაბათს ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირებს. მმართველი გუნდი წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაულებების გამოძიებას სწორედ საგამოძიებო კომისიის ფორმატში აპირებს. საგამოძიებო კომისია, რომელსაც ქმნის არალეგიტიმური ხელისუფლება, არის არალეგიტიმური და სასაცილოა. იქიდან გამომდინარე, რომ წინა ხელისუფლების დროს დანაშაულე ადამიანები დღეს მათ ყავთ მოწინავე რიგებში და სწორედ ის ადამიანები ჩადიან დღესაც დანაშაულებს, ვინც წინა ხელისუფლების დროს ჩადიოდნენ დანაშაულებს. გარდა ამისა, ამას აქვს მეორე ნაწილი, ამ საგამოძიებო კომისიამ არაღიარების პოლიტიკა შესაძლოა ძალიან ცუდ შედეგებამდე მიიყვანოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. აქედან გამომდინარე, მე მგონი, რომ ძალიან კარგად უნდა დაფიქრდნენ ისინი, რას ემსახურება მათი საგამოძიებო კომისია. ბოლო 12 წლის განმავლობაში, რაც ქართული ოცნება არის ხელისუფლებაში, არ მომხდარა ნაციონალური მოძრაობის სამართლებრივი შეფასება, როგორც რეჟიმის, რა თქმა უნდა, ცალკეულმა მათმა ლიდერებმა უკვე მოიხადეს სასჯელი, მიხეილ სააკაშვილი ახლა ციხეშია, კედერაშვილი, ადეიშვილები და სხვები გაქცეულები არიან ქვეყნიდან და თავს ავარ დაარიდებენ ქართულ მართლმსაჯულებას, თუმცა, როგორც გითხარით, პოლიტიკური შეფასების გარდა, რასაც ქართული ხალხი აკეთებს უკვე ბოლო 12 წელია და თქვენიც რომ მოძრაობა ყველა არჩევნებზე მარცხ ხდება და ეს არის ქართული ხალხის გამარჯვება და ქართული ხალხის გადაწყვეტილება სამართლებრივად ასეთი რამ არ მომხდარა. ამას ჰქონდა თავისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები, თუმცა ჩვენ ვასრულებთ ჩვენ საარჩევნო დაპირებას და საგაზაფხულო სესიაზე შეიქმნება კომისია, რომელიც იმუშავებს 6 თვის განმავლობაში და ფაქტობრივად პირდაპირ ეთერში შევახსენებთ კიდევ ერთხელ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რა რეჟიმი არის რეალურად ნაციონალური მოძრაობა, ნაციონალური მოძრაობა რამდენი უბედურება, სისხლი და წრემლი მოუტანა ჩვენს ქვეყანას.